ამ თემას უფრო დეტალურად კომპანია დაფნის დირექტორის მოადგილე ლევან პაპიაშვილთან ერთად განვიხილავთ ჩვენი სტუმარი, ასევე ქართული ყავის მწარმოებელი კომპანია ჩერის მარკეტინგის და პიარ მენეჯერი ელენე ცარჯოლაძე. მოგესალმებით. დიდი მადლობა მოგდალით სტუდიაში. ბატონ ლევან, თქვენგან დავიწყოთ. ჩვენ სიუჟეტში ვნახეთ, რომ ქართული ჩაის მწარმოებლები საუბრობენ პრობლემებზე. საინტერესოა თქვენი მოსაზრება, თქვენ იმპორტირებული ნაწარმი შემოგაქვთ. ხართ თუ არა დომინანტი მართლაც ბაზარზე, რის გამოც პრობლემები ექმნება ადგილობრივ ნაწარმს? მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. მოგახსენებთ, რომ კომპანია დაფნა უკვე 15 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ამ წლების განმავლობაში მას ლიდერი პოზიცია უკავია ჩაის დისტრიბუციაში. კერძოდ ჩვენი ბრენდებია ჩაი მარიამი, აზერ ჩაი, ახალი ბრენდი გვაქვს ბერქა, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართულ ბაზარზე და ჩემი აზრით ეს გამოწვეულია იმის გამო, რომ ჩვენ სისტემატურად ვაკონტროლებთ ხარისხს, გვიჭირავს მაღალი ხარისხი და ქართული მომხმარებლისთვის იმ საფასო სეგმენტში გავდივართ, რომელიც ყველაზე მოსაგებია დღესდღეობით. რამდენად რეალურია შენიშნა, რომ იგივე ჩაის იმპორტიორები ვთქვათ ბლოკავენ ეს გახსნილია ყველა შემოტანისთვის ბაზარი შეუძლია ნებისმიერ საწარმოო საქართველოში შემოიტანოს. აქ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ალბათ ხარისხს და დღესდღეობით ჩვენ ორიენტირებული ვართ ხარისხზე და ვცდილობთ ევროპულ სტანდარტების შენარჩუნებას, რომელიც ქართულ მომხმარებელს ასე აინტერესებს. ელენე, ქართული ყავა ჩერი, რომელიც საკუთარ ადგილს დამკვიდრებელს ცდილობს ბაზარზე. ყავის ბაზარზე. დღეს ავითარება ყავის ბიზნესში და თქვენ თუ გიჭირთ კონკურენცია იმპორტირებულ კომპანია ჩერი პირველი ინდუსტრიული ყავის საწარმოა საქართველოში. იცით როგორ არის, ჩვენ რადგან ახლები ვართ ქართულ ბაზარზე, ძირითადად ქართული მომხმარებელი მიჩვეული იყო იაფასიან ყავას და სამწუხაროდ ეს იაფასიანი ყავები არის გაჯერებული გაროხით, რაღაც სხვადასხვა შენარავები აქვს. ჩვენი ყავა არის 100%-ით ნატურალური. დიახ, ნამდვილად. ხდება თუ არა მოსახლეობის ინფორმირება ამის შესახებ? ბატონო, ინფორმირება თუ ხდება საზოგადოების მომხმარებლების ამის შესახებ? ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა, მაგრამ სამწუხაროდ არ ხდება ის, რომ ყველა ადამიანმა იცოდეს, რომ ეს ყავა, რასაც ყიდულობენ, რაღაცა ქვავენ, არ არის ნამდვილად ყავა. მიზნები უნდა ჩატარდეს მეტი პოპულარიზაციისთვის. სარეკლამო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს სატელევიზიო სივრცეში. აუცილებელია, რომ ლაბორატორიულად შემოწმდეს ეს ყავები. ჩვენ გვაქვს საწარმოს აქვს საკუთარი ლაბორატორია, როგორც მწვანე-მარცვალი მოწმდება, ასევე მოწმდება ჩვეულებრივად მოხალული ყავა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ აღნიშნეთ ძალიან ცოტა ხანია რაც ბაზარზე ხართ, თქვენ ნომინაციაზე ხართ წარდგენილი დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელსაც ატარებს შემოქმედ ხელოვანთა კავშირი. რის გამო მოგენიჭათ ეს საპატიო ადგილი? თქვენ როგორ ფიქრობთ? ახორციელებთ თუ არა სოციალურ პროექტებს გარდა იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ ასევე ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენ ქართულ ბაზარზე. და ხარისხი მნიშვნელოვანია ალბათ მეორე ბლოკში ვისაუბრეთ, რომ ხარისხიანი პროდუქცია არის მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომ ენიჭებათ კომპანიებსაც ეს პრიზი. თქვენც ისაუბრეთ ხარისხზე, კიდევ სოციალურ პროექტებთან დაკავშირებით თუ არის თქვენი კომპანია ჩართული? სისტემატურად მონაწილეობთ სხვადასხვა სოციალურ პროექტებში, ასევე საქმიანობრივ აქციებში, როგორც წესი ეს არ ხომანდება ხოლმე. განსაკუთრებით ალბათ კიდევ ვფიქრობ იმის გამო, რომ ჩვენს კომპანიაში ასევე მოქმედის წარმოება, ხალხსახოცის წარმოება და ის სტანდარტები დაცული გვაქვს, რომელიც ყოველ წელს ვითარდება ეს კომპანია განიცდის ზრდას, კადრები ყოველ წელს იზრდება. ალბათ პრიორიტეტი ამიტომ მოგვენჭა, რაც კიდევ ერთხელ დიდ სტიმულს შემატებს ჩვენთან დასაქმებულ თანამშრომლებს და მე ახალი ბრენდის შემოტანას ხომ არ გეგმავთ? ყოველწლიურად ხდება რებრენდინგი, ახალი პროდუქციის გამარტება, სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. როგორი გარემო შექმნილი ბიზნეს წარმოებისათვის დღეს საქართველოში თქვენთვის? როგორც მსხვილი იმპორტიორებისთვის, მით უმეტეს რომ არ შემოიფარგლებით თქვენ ერთ თქვათ იგივე ჩაის შემოტანით ან ზეთის წარმოებით ძალიან ბევრი პროდუქცია სავაზოთ მომხმარებელს. დიახ, ჩვენი პორტფელიში გვაქვს 500-ზე მეტი დასახელების პროდუქცია. მათ შორის ძალიან პოპულარობით სარგებლობს დღესდღეობით ჩვენი სუფრის ქვეშ გაერთიანებული პროდუქტები, ზეთი, მარგარინი, მაიონეზი. კონკურენტული გარემო რა თქმა უნდა არის, მაგრამ ეს არის ერთგვარი მოტივატორი. დიახ, რა თქმა უნდა ეს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს, რომ ხელები არ ჩამოუშვათ, მეტი ენერგიით ვიმუშაოთ და ასე ვთქვათ, გავაგრძელებთ საქმიანობა. ელენე, რა პროცენტი ყავის ბაზრის თუ შეიძლება დღეს უკვე ამაზე საუბარი ყავაჩერი და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები აპირებთ თუ არა ვთქვათ იგივე პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას?
ჩვენ საკუთარ მაღაზიას ხსნით, რომელიც იქნება საბაძის ლანომერში და ჩვენი მომხმარებელი შეძლებს როგორც მწვანე მაცვლის ყიდვას, ასევე ჩვენი ბრენდირებული მაღაზია იქნება. დიახ, დეკემბერში იხსნება ეს მაღაზია და ასევე შეძლებენ ჩვენი მარცვლებისგან მომზადებულ ყავას ბალევენ, რომელიც იქნება ლატე, კაპუჩინო, ამერიკანო, ესპრესო. ეს არის ძალიან კარგი სიახლე, იმიტომ რომ ჩვენ ვაცდით მხოლოდ ნალექიან ყავას. თქვენ აპირებთ მაღაზიის ხელის განვითარებას თუ ეს მხოლოდ ერთი ობიექტი შეიძლება არის სამომავლოდ აუცილებლად იქნება, რა თქმა უნდა. მომხმარებელს ბევრია უკვე ფიქსირდება შეგიძლიათ. ანუ პოპულარიზაცია შეგვიან ახალ პროდუქტს. ქართულ პროდუქტს ეროვნულს. ძალიან დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებებს და კიდევ დღესთან მოგილოცოთ პრიზს, რომელიც 4 დეკემბერს უნდა გადმოგეცეთ. ყავაშერის PR მენეჯერი ელენე სარჯველაძე იყო ჩვენი სტუმარი და ასევე დაფნას გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან პაპიაშვილი. მადლობა მოგზაურობისთვის. ჩვენ კი რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, არ გადაარჩეთ. შეგიძლიათ.